ერთი მოკლული, სამი დაჭრილი. რატო იცინოდნენ? მანქანაში ბავშვები ყველაფერზე ის ქონდა პრეტენზია. მეზობლები ამბობენ, რომ ძალიან შარიანი იყო. სროლა ვერაზე. ორი ახალგაზრდა ბიჭი, ორივეს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად. 17 წლის ბიჭი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ვინ არის მკვლელი, რომელმაც შეარაღებული წინააღმდეგობა პოლიციასაც გაუწია. სიის მიღმა. სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმრების ჩამონათვალში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ შეადგინა. არანაირი ავტორიტეტი ხალხში თქვენ არ გაქვთ. ხალხი თქვენ გთვლით არაგულწრფელ, არაეფექტურ გრანტი ჭამიებად. ვინ არის გრანტი ჭამია? კაპიტანმა გიგაურმა რაც მიიღო სპისოკში არ წერა. სააკაშვილი იქიდანაც კი ჩამოწერილი. არც აქანა მიიღონა, არც იქანა დარჩეს, ხოდა დარჩა ასე, ლუზერად, რაც იყო თავიდან ბოლომდე. ექს-პრეზიდენტისთვის საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს სამარცხვინო გახდა. როგორ შეუძლია საქართველოს გახდეს რეგიონული ჰაბი? ჩვენ გვაქვს სტრატეგიული, გეოგრაფიული მდებარეობა. საქართველოს შეუძლია გახდეს ჰაბი ყველა თვალსაზრისით სხვადასხვა ქვეყნისთვის, სადაც საჭიროა აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ ეს რესურსი მაქსიმალურად ავითვისოთ. სინგაპურის გამოცდილება. მაღალი დონის შეხვედრებზე ჩვენ ვისაუბრეთ პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საკითხებზე. ვიზიტის შეჯამება. სინგაპურის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორმა კომპანიამ დააფიქსირა ინტერესი საქართველოს საავიაციო ინდუსტრიის მიმართ. რა შედეგებით ბრუნდება საქართველოს დელეგაცია სინგაპურიდან. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერ 9 საათზე, დღეს 23 ივლისია, გიყვებით დღის მთავარ თემებსა და მოვლენებს საღამო მშვიდობისა. საქართველოს დელეგაციის ვიზიტი სინგაპურში დასრულებულია, ორივე ქვეყანას სტრატეგიული მდებარეობა აქვს. სინგაპური აზია-ოკეანეთს აკავშირებს, საქართველო კი ევროპასა და აზიას. სინგაპური დღეს უკვე მსოფლიოს უმდიდრესი ფინანსური ცენტრია. როგორც შეუძლია საქართველოსაც გახდეს რეგიონული ჰაბი, ინვესტიციების მოზიდვა, ფინანსური ტექნოლოგიების, საჰაერო და საზღვაო პორტების განვითარება. საქართველოს შეუძლია წარმატებით გამოიყენოს სინგაპურის გამოცდილება. პრემიერ-მინისტრმა ვიზიტის სამშობლოში გამგზავრების წინ დღეს მედიასთან შეაჯამა. თავარი იყო ეკონომიკა, სინგაპურის ბიზნეს წრეები უკვე დაინტერესდნენ ბაზიანის აეროპორტი და ანაკლიის პორტით. ორივე მშენებარე ერთ საჰაერო ჰაბის, მეორეს კი საზღვაო ჰაბის ამბიცია აქვს. შეხვედრებზე აქცენტი პოლიტიკური დიალოგის გააქტიურებასა და სექტორული კავშირების გაღრმავებაზეც გაკეთდა. ორ ქვეყანას უკვე აქვს ორმხრივი ვაჭრობის პოზიტიური დინამიკა. წლის პირველ 6 თვეში საქართველოსა და სინგაპურს შორის სავაჭრო ბრუნვა 25%-ით გაიზარდა. შოთა ფალავანდიშვილი ისაუბრებს იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომელიც სინგაპურის ვიზიტის შედეგად გამოიკვეთა. ქართული დელეგაციის ვიზიტი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სინგაპურში საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. გაიმართა არაერთი შეხვედრა, მათ შორის პოლიტიკური ელიტისა და ბიზნეს ელიტის წარმომადგენლებთან. პრემიერ-მინისტრი შეხვდა სინგაპურის პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტსა და მთავრობის მეთაურს და ისინი საქართველოში დაპატიჟა. როგორც ირაკლი კობახიძემ ვიზიტის შეჯამების დროს თქვა, აღნიშნული ვიზიტი და დიალოგი სინგაპურთან დამატებით ხელშესახებ ბენეფიტებს მოუტანს საქართველოს და კიდევ უფრო გააღრმავებს ამ ქვეყანასთან, რომელიც ერთ-ერთი წამყვანია ეკონომიკისა და ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ კავშირებს. ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი პოლიტიკური თანამშრომლობა სინგაპურთან და ასევე გვაქვს მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა, თუმცა არის დიდი პოტენციალი. არსებული პოტენციალის მაქსიმალური ათვისებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მაღალი დონის ვიზიტებს. სწორედ ამ კონტექსტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურში ვიზიტს დადებითად და ნაყოფიერად აფასებს. პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურებისა და სექტორული კავშირების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე ირაკლი კობახიძე სინგაპურის პარლამენტის სპიკერს ესაუბრა. ითქვა, რომ საქართველოსა და სინგაპურს საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლობა და პარლამენტთა შორისი ურთიერთობები დადებითი დინამიკით ხასიათდება. სინგაპურს აქვს გამორჩეული გამოცდილება, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციის კუთხით, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებში. ეს გამოცდილება ჩვენთვის იქნება ძალიან სასარგებლო, ბუნებრივი, ამას გავითვალისწინებთ რეფორმების გატარების დროს. ასევე ჩვენ გვქონდა შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან, სადაც ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ბიზნესებს შორის ურთიერთობის მნიშვნელობაზე და ინვესტიციების მნიშვნელობაზე საქართველოში. დაახლოებით 30-მდე კომპანია არის სინგაპურიდან, რომელიც დღეს ოპერირებს საქართველოში და მათ აქვს ძალიან წარმატებული გამოცდილება საქართველოში ბიზნესის კეთების და რა თქმა უნდა, ეს გამოცდილება გაუზიარეთ სხვა კომპანიებსაც და დარწმუნებული ვართ, რომ ეს შეხვედრა ხელშეუწყობს საქართველოში ახალი ინვესტორების მოსიდვას სინგაპურიდან, რაც იქნება ჩვენთვის ბუნებრივია ძალიან საინტერესო. ასევე გვქონდა შეხვედრა კომპანია ჩანგის წარმომადგენლებთან, თქვენ იცით, რომ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს თბილისში ახალი საერთაშორისო
საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა. სინგაპურის აეროპორტი გამოირჩევა მსოფლიო მასშტაბით აეროპორტებს შორის თავისი მომსახურების უმაღლესი დონით, ინფრასტრუქტურის უმაღლესი ხარისხით და რა თქმა უნდა მათთან თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება ამ მიმართულებით. სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი, საკვანძო სექტორებში თანამშრომლობის გეგმა განიხილა მარიამ ქრივიშვილმა სინგაპურის ვაჭრობისა და ინდუსტრიის სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრისას. განსაკუთრებული ყურადღება დაითმო ორმხრივი ვაჭრობის პოზიტიურ დინამიკას. 2026 წლის იანვარ-ივნისში წინა წლის პერიოდთან შედარებით საქართველოსა და სინგაპურს შორის სავაჭრო ბრუნვა 25%-ით, ადგილობრივი ექსპორტი კი 9-ჯერ გაიზარდა. ყურადღება განსაკუთრებულად გამახვილდა სინგაპურში ქართული ღვინის, ალკოჰოლური სასმელების, მინერალური წყლებისა და ფარმაცევტული პროდუქტის ექსპორტის დიდ შესაძლებლობაზე. ჰქონდა შესაძლებლობა განსაკუთრებით ტრანსპორტის, ინოვაციებისა და ჯანდაცვის მინისტრთან გვესაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც დაახლოებს ჩვენ ორ ქვეყანას ერთმანეთთან, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვაჭრობაზე, ვაჭრობის მინისტრთან, როგორ უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, ცხადი აქცენტი გაკეთდა ქართულ ღვინოზე, თუ რამხელა პოტენციალია ქართულ ღვინის ექსპორტ სინგაპურში. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ სინგაპურის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორმა კომპანიამ ჩანგიმ დააფიქსირა ინტერესი საქართველოს საავიაციო ინდუსტრიის მიმართ და კონკრეტულად კი მათ დაგვიდასტურა შეხვედრისას, რომ ისინი მონაწილეობას მიიღებენ იმ საერთაშორისო ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა გამოაცხადებს ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორის შერჩევის ტენდერში. სინგაპურში ვიზიტის მეორე დღე დატვირთული იყო ვიცე-პრემიერისთვისაც. საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სინგაპურელ კოლეგას შეხვდა. საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობა, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და ქვეყნის როლი რეგიონული და გლობალური დაკავშირებადობის გაძლიერების კუთხით. შეხვედრებზე ლოჯისტიკური ჰაბის განვითარების პერსპექტივა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი იყო. მაღალი დონის შეხვედრებზე ჩვენ ვისაუბრეთ პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საკითხებზე, იმ ნაბიჯებზე, რაც შეიძლება რომ ორ ქვეყანას შორის მომავალ პერიოდში გადაიდგას, როგორ შეიძლება წავახალისოთ ეკონომიკური კავშირები და პოლიტიკური დიალოგი. ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ შედგა შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან, ჰქონდა შესაძლებლობა ჩემს კოლეგასთან ერთად მესაუბრა და განმეხილა საქართველოსა და სინგაპურის შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები. ჩვენ ვისაუბრეთ გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რეგიონული კავშირების გაძლიერებაზე. საქართველოსთვის სინგაპური მნიშვნელოვანი ქვეყანაა აზიის ქვეყნებთან კავშირების გაძლიერების თვალსაზრისით. საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის მაქსიმალური გამოყენება, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ეს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, საქართველოს შეუძლია გახდეს ჰაბი სხვადასხვა ქვეყნებისთვის. შესაბამისად, ახლა საჭიროა ამ კუთხით არსებული რესურსის სრულყოფილად გამოყენება. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, და რა თქმა უნდა, ამ მდებარეობის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია ყველა თვალსაზრისით, ასევე ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები და ესეც ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისათვის, რომ ჩვენ დავაინტერესოთ მრავალი ქვეყანა საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების. საქართველოს შეუძლია გახდეს ჰაბი ყველა თვალსაზრისით სხვადასხვა ქვეყნისთვის. შესაბამისად, საჭიროა აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ ეს რესურსი მაქსიმალურად აგვითვისოთ და სინგაპური არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენთვის. სინგაპური არის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავე ეკონომიკა, აქვს საუკეთესო გამოცდილება ბევრ სფეროში, უკვე ვისაუბრე ავიაციის მიმართულებაზე, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, ჯანდაცვა, განათლება, ყველა მიმართულებით საქართველოსთვის ძალიან მომგებიანი იქნება. ამ თანამშრომლობის გაღრმავება პირველ რიგში იმისათვის, რომ ჩვენ უკეთ ავითვისოთ ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის სინგაპურში ვიზიტის ოფიციალური ნაწილი გუშინ დაიწყო. პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის სპიკერთან გამართული შეხვედრების პარალელურად მნიშვნელოვანი შეხვედრები შედგა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. ჩანგის აეროპორტების ჯგუფის ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ კი გაირკვა, რომ საერთაშორისო აეროპორტების გაერთიანება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ვაზიანში დაგეგმილი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროცესში. თბილისში გუშინ მკვლელობა მოხდა, მოკლულია 17 წლის ახალგაზრდა.
ვერაზე გუშინ 53 წლის მამაკაცმა ცეცხლი არასრულწლოვნებს გაუხსნა. 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაჭრილია კიდევ 2 არასრულწლოვანი, ორივეს ოპერაცია დასჭირდა. დაჭრილია კიდევ ერთი ქალი, რომელიც სროლისას ტაქსში შეიჭდა. რა მოხდა 22 ივლისს 10 საათზე შანიძის ქუჩაზე. მომხდარს არაერთი თვითმხილველი ყავს, რომელიც კურიერმაც ჩაწერა. რუსთაველი მთელი დღე არ გვავს, ვინ არის ნიკოლოზ კაპანაძე, რომელმაც მანქანაში მყოფ ახალგაზრდებს ცეცხლი გაუხსნა. მკვლობის ადგილიდან გაიქცა და დაკავებისას შეარაღებული წინააღმდეგობა პოლიციასაც გაუწია. ის ნასამართლებია, ამის აგრესიულ ქმედებებზე დედაც საუბრობს. მოკლულ ბიჭს კი 1 აგვისტოს 18 წელი უსრულდებოდა. ხაპუშკას რო აგდებენ ძის, მაგის ხმა იყო. ხმა, რომელიც ჩანიძის ქუჩაზე ღამის 10 საათზე გაიგეს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა იყო. დაცხრილული ავტომობილი, დაჭრილი ახალგაზრდები და დაშავებული გამვლელი ქალი. მაცხოვრებლებს ადგილზე მძიმე სურათი დახვდათ. ხედავთ, რომ ერთი ბიჭი დადის იქით აქეთ. ანერვირებული არის, აქ კლაუზის ხლი აქვს. ხო და მე შეგნით მანქანაში ბიჭი არის. ახალგაზრდა. ის ბიჭი მანქანაში რო იყო, დაჭრილი იყო. მალევე გაირკვა, რომ 4 დაჭრილიდან 2 არასრულწლოვანი იყო. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ცეცხლსასროლი ჭრილობები 17 წლის ბიჭისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. ნიკოლოზ ღუნაშვილის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. შანიძის 31 ნომერთან ნიკოლოზ ღუნაშვილი მეგობრებთან ერთად ავტომობილში იჯდა. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდები ერთმანეთში ხმამაღლა საუბრობდნენ, იცინოდნენ. თავდაპირველად შელაპარაკება თავდამსხმელის დედასა და ახალგაზრდებს შორის მოხდა. ამის შემდეგ განხორციელდა გასროლა. ალფა რომეოს მარკის ავტომანქანაში მყოფი 4 პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია 3-ს მოხდა. მძღოლი კი არ დაშავებულა. რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ტაქსით გადაადგილდებოდა, როდესაც ტყვია მოხდა. ხმაურით შეწუხებული მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით გარეთ გამოვიდა და მანქანაში მსხდომ ახალგაზრდებს ესროლა. ამის შემდეგ უკვე ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ხორავას და შანიძის კვეთაზე ჩამოსული დაჭრილი ახალგაზრდები დახმარებას ითხოვდნენ. სასწრაფო და სამართალდამცველები გამვლელებმა გამოიძახეს. მალევე ეს ადგილი სამართალდამცველების მობილიზების ეპიცენტრი გახდა. თავდამსხმელის ვინაობა და ადგილმდებარეობა პოლიცია მალევე დაადგინა. ის ნიკა კაპანაძეა. კურიერმა გაარკვია, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ კაპანაძე შანიძის ქუჩაზე მდებარე ამ სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ სახლში იმალებოდა. დაკავების ღონისძიებაც პოლიციამ სწორედ აქ ჩაატარა. მის ასაყვანად მისულ სამართალდამცველებს მამაკაცმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. ვის ეცინებოდა, რატომ მუსიკას უსმენთ, ყველაფერზე ის ქონდა პრეტენზია. რატო იცინოდნენ? მანქანაში ბავშვები 7 ტყვის ხმა გავიგე სამსახურში პოლიციას გაუხსნა ცეცხლსასროლი არ ვიცი თითები დატოვა ეთყობა და გამოათრიეს საკაცეთი. მოედი როცა იჭერდნენ მაგწავს. სასწრაფოთი გადაიყვანეს თუ პოლიციის მანქანა? სასწრაფოთი გადაიყვანეს როგორც ვიცი. სამედიცინო დაწესებულებაში რჩებიან დაჭრილები. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემოყვანილი იქნა ჩვენს კლინიკაში 2 ახალგაზრდა ბიჭი, 17-18 წლისანი. ორივეს ესაჭიროებოდა ოპერაციული მკურნალობა. ერთ დაზიანება ჰქონდა მარცხენა მხრის არეში, მეორეს მარცხენა მტევნის არეში. ორივეს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. წარმატებით ჩაიარა ოპერაცია. ნიკა კაპანაძე დაკავებულია, თუმცა ის ახლა ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის დროს ხელის თითები დაიზიანა და ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო. 43 წლის მამაკაცი ბადრაგის მეტველყურეობის ქვეშაა. მას შემდეგ, რაც ექიმი მისი გაწერის ნებართვას გასცემს, კაპანაძეს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანენ. ეს პაციენტი იქნა შემოყვანილი თითის ამპუტაციით. სათანადო გამოკვლევების მერე ჩაუტარდა ოპერაცია ტაკვის ფორმირება. მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა კაპანაძე პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერის გიორგი სიორიძის ბავშვობის მეგობარი და მეჯვარია. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, კაპანაძე ლელოს აქტივისტიც იყო. კურიერი სიორიძესთან ამ ინფორმაციის გადამოწმებას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. შეტყობინების განმარტებისთვის მხოლოდ პირდაპირ ეთერი მოითხოვა. პარალელურად კი ის ოპოზიციური მედიის სტუმარი იყო, სადაც არაფერი უთქვამს ნიკა კაპანაძესთან კავშირზე და მისი პარტიის აქტივისტობაც უარყო.
გუშინ თბილისში ძალადობის კიდევ ერთი ფაქტი მოხდა. თავს დაესხნენ ონისე ოქრიაშვილს იუმორის, რომლის გამონათქვამებს საზოგადოების კრიტიკა მოყვა, თუმცა არც შავი იუმორი და არც სხვისი შეურაცხყოფა არ ამართლებს არანაირ ძალადობას. ოქრიაშვილზე თავდასხმის კადრები გადაღებულია, ისმის ფრაზები ნოდარ დუმბაძის შესახებაც. თავდასხმელი ნიკო ხურცილავა, რომელიც დაკავებულია, თავად აცხადებს, რომ მისი მოტივი მწერლის მიმართ გამოთქმული ფრაზები იყო და თვლის, რომ სიძულვილის ენას უკვე მიზანმიმართული კამპანიური ხასიათი აქვს. თავის მხრივ დაზარალებული თვლის, რომ მასზე წინასწარ ორგანიზებული თავდასხმა მოხდა. ფაქტზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აღიძრა. ოსაშვილის ქუჩაზე გადაღებული ეს კადრები ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის ფაქტს ასახავს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მის საცხოვრებელ სახლთან მოხდა. თავდასხმიდან მალევე ოქრიაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში თავადვე მივიდა. გამოკვლევების შემდეგ კი კლინიკა დატოვა. მოგვიანებით ოქრიაშვილი პოლიციამ გამოგითხრა. თავისი სურვილით გამოცხადდა სამართალდამცავ ორგანოში თავდამსხმელიც. ნიკო ხურცილავამ დანაშაული აღიარა. დაკავებულის ადვოკატი განმარტავს, რომ თავდასხმის მოტივი ოქრიაშვილის მიერ ნოდარ დუმბაძის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება გახდა. იცნო ჩემად შეყოფნა ონისე ოქრიაშვილი, გამოილაპარაკა მას და კერძოდ კითხვა დაუსვა. დაახლოებით ესეთი იყო ფორმულირება, რომ შენ ის არ ახარ ნოდარ დუმბაძეს რო აგინებ, სხვა საგინებელი ვერ ნახე, ყველაფერი ქართული როგორ გძულთ. სიტყვიერი დაპირისპირება შემდეგ გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში და რამაც მოგვიყვანა ამ შედეგამდე. თუმცა გამოცხადდა თავად ღამის საათებში საგამოძიებო ორგანოში აღიარა დანაშაული და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ნიკო ხურცილავამ წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან წერილიც გამოაგზავნა. ის განმარტავს, რომ ძალადობის მომხრე არ არის და არც არასდროს ყოფილა. თუმცა ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ კი კოორდინირებულმა მოქმედებამ ქართული კულტურისა და ისტორიის, ეკლესიის წინააღმდეგ მისი მხრიდან ის რეაქცია გამოიწვია, რაც საზოგადოებამ იხილა. არასდროს ყოფილ ვარ ძალადობის მომხრე. სულ გამშველებლის პოზიციაში ვიყავი, თუ რამე ჩხუბ შევსწრები ვარ. თუმცა არის მომენტები, როდესაც სხვა გზა უბრალოდ არ რჩება, რათა უფრო დიდი ბოროტება არ დაგვატყდეს თავს. კი ხედავთ ყველა, რომ ამისი ნიშნები უკვე დიდი ხანია აშკარად ჩანს. ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ ეგრეთ წოდებული იუმორისტი და მისი მსგავსი ადამიანები სწორედ ის ხალხია, რომლებიც წლებია ყველაზე საზიზღარი მეთოდებით ცდილობენ, რომ ხალხს დაუკარგონ თავისი ისტორიის, კულტურისა და ყველაფერი ქართულის პატივისცემა. იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენი მშობლები გვასწავლდნენ. რასაც პირადად მე დედა ჩემი მასწავლიდა, რომელიც 10 წლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია. ეს გადაგვარებული მენტალობის ხალხი კი გუშინ ქართულ ეკლესიას ლანძღავდა და დასცინოდა. დღეს ნოდარ დუმბაძეს აგინებენ. ხვალ იგივე შეიძლება გააკეთონ შოთა რუსთაველზე, დავით აღმაშენებელზე, ან ნებისმიერზე, ვისითაც ვამაყობთ. ესაა მათი მიზანი, რადგან როდესაც ასეთი რაღაცეები ჩვეულებრივი ამბავი ხდება, ეს უკვე მარტო ერთი ადამიანის ან მისი ოჯახის შეურაცხყოფა კი არ გამოდის, მთელი ქვეყნის მტრობა და შეურაცხყოფა. დარწმუნებული ვარ, ამაში ფულს უხდიან და ისინიც ყველაფერს გაადრულობენ. მე დავისაჯო კი ბატონო, მაგრამ რამენაირად მოვახერხოთ ამ მართლა აგენტების ასეთი ანტიქართული მოქმედებები არ გავატაროთ და მომავალი თაობები არ მოვაწამლინოთ სიცილ კისკისში და სხვადასხვა გზებით შემოპარებული ანტიქართული საწამლავით. ინციდენტთან დაკავშირებით ონისე ოქრიაშვილი კომენტარს არ აკეთებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება დაიწყო. უწყების განმარტებით თავდამსხმელი ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული. სამართალდამცველები შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს დამატებითი დეტალების მოსაკვლევად კვლავ განაგრძობენ. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისს თბილისში ბრალდებულმა ფიზიკურად იძალა და ონისე ოქრიაშვილზე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაულის ჩადენიდან მალევე ვაკე საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა ერთი პირი, რომელიც სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. ოქრიაშვილი შეურაცხმყოფელ ნათქვამს სოციალურ ქსელში მოჰყვა სხვა პოსტები, სადაც კიდევ ერთხელ სცადეს ნოდარ დუმბაძის სახელის დაკნინება. საზოგადოების დიდი ნაწილის კრიტიკა და გაღიზიანება ონისე ოქრიაშვილისა და კახა ბენდუკიძის შვილის ანასტასია ბენდუკიძის ერთ-ერთ პოდკასტ მოყვა, სადაც ოქრიაშვილი ქართველი კლასიკოსის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს. ნოდარ დუმბაძის ოჯახისთვის ეს მტკივნეული და მძიმე მოსასმენი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, ყველა სახის ძალადობას გმობენ და ეწინააღმდეგებიან. საზოგადოების პასუხი მიმდინარე მოვლენებზე კი პირდაპირია. მიუღებელია ხუმრობა დაერქვას ლანძღვას, გინებას აზრის გამოთქმა და შეურაცხყოფას კი სიტყვის თავისუფლება. მიხეილ სააკაშვილისთვის საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს გრანტი ჭამია ორგანიზაცია გახდა. ექს-პრეზიდენტი არ აღმოჩნდა ჩამონათვალში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციამ პოლიტპატიმრებისია დაარქვა. გაღიზიანებულმა სააკაშვილმა კი საერთაშორისო გამჭვირვალობა სამარცხვინო ორგანიზაცია უწოდა, რომელსაც არანაირი ავტორიტეტი არ აქვს. ნაციონალების გარდა გამჭვირვალობას ყოფილი ნაციონალებიც აკრიტიკებენ. მმართველ პარტიაში კი თვლიან, რომ ეს ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც ორივე მხარე მართალია. რა კრიტერიუმები აქვს საერთაშორისო გამჭვირვალობას და
რატომ ვერ მონახეს ადგილი სააკაშვილისთვის, სადაც 91 პატიმარია. არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დებულებისკენ გაეშვირა. აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ აკმაყოფილებს იმ სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც პოლიტიკური პატიმრის სტატუსის განსაზღვრა ხდება. 91 მინუს სააკაშვილი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშის მიხედვით მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული არ არის. სიაში ვერ მოხვდა, რადგან ორგანიზაციის განმარტებით ვერ დააკმაყოფილა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დაწესებული შესაბამისი კრიტერიუმები. რუსთავის ციხის პატიმარმა ვერ გაიგო, რა სტანდარტით მუშაობს ეკა გიგაურის NGO და დაწერა ის, რასაც წლების განმავლობაში ფიქრობდა. სრულიად სამარცხვინოდ ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პოლიტიკა უნდა განახლდეს. მათი ხელმძღვანელები რატომღაც 15-20 წელი არიან მომსხდარი ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელ თანამდებობებზე, თავისი კარგი ცხოვრებით. სწორედ ამიტომ არანაირი ავტორიტეტი ხალხში თქვენ არ გაქვთ. ხალხი თქვენ გთვლით არა გულწრფელ, არა ეფექტურ გრანტი ჭამიებად. ვთხოვ ყველა სამართლიან ადამიანს საკადრისი პასუხი გასცეს ამ ცრუ გამჭვირვალობას. სირცხვილი მათ. ახლა არ მოსწონს, ხო? მართლი პარტიის შეფასებით ფაქტი ადასტურებს, რომ პოლიტიკურად გაუფასურებული ნაცმოძრაობის ლიდერი აღარ მოსწონთ არც მისსავე მხარდამჭერ NGO-ებს, რომლებიც თავის მხრივ ანგარიშებსაც წინასწარ გაწერილი სიებით ადგენენ. უმრავლესობაში ამბობენ, რომ აბსურდულია თავადის საკითხიც, რის გამოც სააკაშვილი ორგანიზაციას დაუპირისპირდა. საქართველოს ჩვენი მმართველობის დროს არც ყოლია და არც ეყოლება პოლიტპატიმარი. ეთყობა კაპიტანმა გიგაურმა, რაც მიიღო სპისოკში არ ეწერა. სააკაშვილი არ ჩამოწერილია. იქიდანაც კი ჩამოწერილია და სერიოზულად არ აღიქვამენ უკვე სააკაშვილს, ხო? და ასე რომ აი ბელადის მე მგონი აღზევება წარსულს ბარდება უკვე ამ კოლექტიურ ნაცმოძრაობაში. იქაც კი არ აღიარებენ უკვე და ეხლა ამ კაცმა რა ქნას? არც აქანა მიიღონა, არც იქანა დარჩეს, ხო და დარჩა ასე, ლუზერად, რაც იყო თავიდან ბოლომდე. რატომ არ შეიყვანა გამჭვირვალობამ სააკაშვილის სიაში? კითხვა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას და მის ყოფილ იდეოლოგსაც აწუხებს, პოლიტიკურ სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია სხვებისთვის, ვისთვისაც ექს-პრეზიდენტი დამსახურებულ სასჯელს იხდის. რა თქმა უნდა, როცა ვსაუბრობ ჩვენ პოლიტიკურ პატიმრებზე და 91 კაციან სიაზე და აქ არ არის მიხეილ სააკაშვილი, არანაირი პოლიტიკური, მორალური და სამართლებრივი გამართლება ამ ამბავს არ აქვს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი რეპუტაციის ორგანიზაციაც კი ამ ანტიმიშა კამპანიას თავს ვერ ანებებს, რის გამოც უბრალოდ საკუთარ თავს იზიანებს, საკუთარ რეპუტაციას იზიანებს. მიხეილ სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი. მიხეილ სააკაშვილს სამწუხაროდ ნამდვილად მიუძღვის არაერთი დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე და მას რა თქმა უნდა ის არის ვალდებული ამ დანაშაულზე პასუხი აგოს. მხილება სიმართლისთვის, ასე აფასებენ საერთაშორისო გამჭვირვალობის მისამართით სააკაშვილის კრიტიკას საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში. ამბობენ, რომ ორივე მხარე სწორია. არც ერთია პოლიტიკური პატიმარი და არც მეორე კეთილსინდისიერი NGO. სააკაშვილმა ეხლა გაიგო, რომ ეკა გიგაურის გამჭვირვალობა, ცრუ გამჭვირვალობა, გრანტი ჭამია და ხალხი მას არ ენდობა. დაიწყო მხოლოდ იმიტომ, რომ მას პირადად შეეხო გამჭვირვალობა და გიგაური. რეალურად თქვა ის, რასაც ვამბობდით და ვამბობთ წლებია, რომ გრანტი ჭამია NGO სექტორი თავიდან ბოლომდე იყო უცხოური ძალიდან დაფინანსებული და ვისაც უნდათ შეიყვანდნენ პოლიტპატიმართა სიაში, ვისაც უნდათ არ შეიყვანდნენ. გიგაურის გადასაწყვეტი რო გახდება სააკაშვილი არის თუ არა პოლიტპატიმარი, აქ მეტის ღირსია თავად ეს ბელადი ნაცმოძრაობის. კაპიტანი გიგაური ნამდვილად მართალია იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გახლავთ პოლიტიკური პატიმარი. მიხეილ სააკაშვილის თავის მხრივ მართალია, იმდენადაც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს არასოდეს არ ემსახურებოდა ქართველი ხალხის და ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესებს, ის ყოველთვის ორიენტირებული იყო თავის უცხოელ პატრონებზე და დამკვეთებზე. ორ სუბიექტ შორის დაწყებულ დავას დემოკრატიული პროცესის გაჯანსაღებას უკავშირებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძემ ამ საკითხზე დღეს მედიის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა. ხანდახან არის ხოლმე, რომ ყველაზე ალოგიკური ადამიანის ლოგიკაც კი ემთხვევა ხოლმე ჯანსაღ ლოგიკას. რა თქმა უნდა, რაც შეეხება გრანტების ათვისებასთან დაკავშირებით მის ეპითეტს, რაც შეეხება ზოგად
შეფასებას ჩვენ ამაზე ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ. თავი ჩვენთვის რა არის, რომ აგენტურის შიგნით ღრმავდება ძალიან დაპირისპირება და ეს გააჯანსაღებს ჩვენთან დემოკრატიულ პროცესებს. რას ფიქრობს თავად გიგაური მიხეილ სააკაშვილზე? გამჭვირვალობის ხელმძღვანელს ნაცმოძრაობის ლიდერისთვის საჯაროდ პასუხი არ გაუწია. ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ჩვენი სატელეფონო კომუნიკაციის მიუხედავად მათ საკითხზე დამატებითი განმარტების გაკეთება არ ისურვეს. სიძულვის ენის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები კვლავ გრძელდება. ჩხოროწყუს რაიონულმა სასამართლომ ვლადიმერ მიქავას დღეს 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. საქმე ეხება საჯარო სივრცეში ღირსების შემლახველ განცხადებას, რომელიც მან ტერეწამყვან გიორგი ჯაჯაინძესთან დაკავშირებით გააკეთა. ბათუმში ჩანიშნული ორი პროცესიდან ერთი გადაიდო. ერთი პირი 1000 ლარით დაჯარიმდა. 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს მალხას მაჩალიკაშვილს, რომელმაც საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა ძალოვანი უწყების წარმომადგენელს მიაყენა. არ აღიარებდა ის თქვენს ესტრებოდით დარბაზში. ხაბატონ მზიურისთან ერთად გავიართ ჩვენ მერე და იმის მიხედვით როგორც თვითონ ჩათვლი საჭირო თუ გასაჭირება იქნება საჭირო გავასაჭიროთ თუ არა და ჩვეულებრივად შევეგუებით გადავიხდით ჯარიმას. საჯარო სივრცეში კერძოდ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა ხაბატონ მინო ნადირაძეს. აღნიშნული ფაქტი გამოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარგემითმა ყველა უტყუარად მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა სამართალდარღვევის შედგენის ფაქტს, თემურ გორდელნოვის მიერ სამართალდარღვევის საქმე შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან მას საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა მიაყენა ბატონ ცოტნე ივანიშვილს. აღნიშნული ფაქტიც გამოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ, თუმცა აღნიშნული პროცესი გადაიდო. სიძულვის ენის ფაქტებთან დაკავშირებით დღეს კომენტარი პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს აგრესიის ხელოვნურად გაღვივების უფლებას. პრემიერი დარწმუნებულია, რომ საზოგადოების დაპირისპირება გარე ძალების დაკვეთაა, რომელსაც ქვეყნის შიგნით კონკრეტული შემსრულებლები ჰყავს. ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, ის მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, პარტიული აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს. რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, შეგიძლიათ წაიგითხოთ სახელმძღვანელოები, სადაც წერია, რომ გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლებით არ არის დაცული და მოცული ადამიანის უხეში შეურაცხყოფა. საერთოდ არ იცავს გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლება უხეშ შეურაცხყოფას. შესაბამისად, აქ ფორმალურადაც კი არასწორად მსჯელობენ კონკრეტული ადამიანები, მათ აქვთ პოლიტიკური დაკვეთა. პოლიტიკური დაკვეთა არის ის, რომ მათ უნდა გააღვივონ საქართველოს ხელოვნურად სიძულვილი დაპირისპირება, უნდა შექმნან ასეთი აგრესიული გარემო, რა თქმა უნდა ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენთვის ეროვნული ამოცანა. ხო, ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ არავის მივცეთ გარედან ხელოვნურად საქართველოში აგრესიის და სიძულვილის გაღვივების საშუალება. აქ ფორმალურ სტატუსებს მნიშვნელობა არ აქვს, ფორმალურად ადამიანს ერქმევა ჟურნალისტი თუ რაიმე სხვა. რა თქმა უნდა, არავის არ უნდა მივცეთ ჩვენ აგრესიის და სიძულვილის გაღვივების საშუალება. კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც სწორედ ასე თანასწორად იმოქმედა შესაბამისმა უწყებამ. გერმანიის პრეზიდენტის რეზიდენციასთან დღეს საქართველოს დროშა აღიმართა. ალექსანდრე კარტოზიან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს წვრთნებათა სიგელი გადასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან ის ფედერაციულ რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბერლინში, ასე მიმართა გერმანიის პრეზიდენტმა ქართულ დიპლომატს და საერთო ფოტოც გაავრცელა. მანამდე გერმანიის საგარეო უწყებამ თავის ვებგვერდზე სალომე ზურაბიშვილის გვარიც წაშალა. დასრულდა თუ არა უთანხმოება, თბილისს იმედი აქვს, რომ ბერლინთან ურთიერთობა მეგობრობის ისტორიულ ნიშნულს დაუბრუნდება. ბერლინი, ვილა ბორსიკა, საქართველოს ელჩმა გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელების სამთავრობო რეზიდენციაში თბილისის დროით 12 საათსა და 30 წუთზე გადასცა. სწორედ ამ წუთიდან გახდა ალექსანდრე კარტოზია ფედერაციულ რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატი, რომელსაც გერმანიის ხელისუფლებამ უფლება-მოსილება ოფიციალურად მიანიჭა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბერლინში, ასე მიმართა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, ალექსანდრე კარტოზიასა და დღეს აკრედიტებულ სხვა ელჩებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში. გერმანიის პრეზიდენტმა დიპლომატს მნიშვნელოვან საქმიანობაში წარმატება უსურვა, საერთო ფოტო გაავრცელა და მის რეზიდენციასთან საქართველოს დროშაც აღიმართა. ის რომ მზადყოფნა და სურვილი არის იმისა, რომ გაუმჯობესდეს ურთიერთობები გერმანიასა და საქართველოს შორის, თვითონ პრეზიდენტის მხრიდან ეს იბრძნობა, იმიტომ რომ ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ არის
საქართველოსადმი კეთილგანწყობილი ადამიანი და ეს არაერთხელ დაუდასტურებია ადრეც ის რომ ორივე მხარე დღევანდელი შთაბეჭდილებით მოწადინებულია რომ ჩვენი ურთიერთობა დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას, იმ ვითარებას, რომელიც ისტორიულად არის ჩამოყალიბებული ჩვენ ქვეყნებს შორის, ეს ყველაფერი ძალიან დამაიმედებელია. საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე ქვეყნის გადაწყვეტილება და შეცვლილი დამოკიდებულება ქართულ-გერმანული ურთიერთობის გადატვირთვისკენ გადადგმული პირველი პოზიტიური ნაბიჯია ოფიციალური თბილისისთვის. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქართველმა დიპლომატმა და გერმანიის პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი მეგობრობისა და პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე უკვე ისაუბრეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიასთან ურთიერთობების გადატვირთვა, თქვენ იცით რომ ყოფილმა ელჩმა ძალიან ცუდი წვლილი შეიტანა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში. გერმანია საქართველოსთვის იყო ტრადიციულად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი 90-იანი წლებიდან მოყოლებული. გერმანიას ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს განვითარებაში და ჩვენ გვინდა რომ დაუბრუნდეთ ურთიერთობების ანალოგიურ დადებით დინამიკას. იმედი გვაქვს რომ ეს ნაბიჯები ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვას. ქართულ-გერმანული ურთიერთობების გადატვირთვის პერსპექტივა ბოლო 4 წლის განმავლობაში მხოლოდ ახლა. ელჩ პეტერ ფიშერის უფლებამოსილების ამოწურვიდან 20 დღეში გაჩნდა, რაც სახელისუფლებო გუნდს კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ სწორედ გერმანელი დიპლომატი იყო ერთგულ პარტნიორებს შორის ჩატეხილი ხიდების აღდგენის მთავარი მოწინააღმდეგე. ყავდა გერმანიის ელჩი, რომელიც იყო ხარდამჭერი რადიკალების, რომელიც აქეზებდა მოლოტოვის კოქტეილებს, რომელიც აქეზებდა პარლამენტზე შტურმს, რომელმაც ვერ გაითავისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ იყო სალომე ზურაბიშვილი, არამედ იყო მიხეილ ყაველაშვილი და ამას შეგნებულად აკეთებდა. ეს ნიშნავს, რომ ელჩი იყო მუხრუჭი ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში. ურთიერთობის ფორმასთან ერთად საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეცვალა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომელმაც საიტიდან სრულად წაშალა პრეზიდენტისა და საქართველოს პირველი დიპლომატის შესახებ გამოქვეყნებული მცდარი ინფორმაცია. რატომ გადადგა გერმანულმა მხარემ ეს ნაბიჯი პეტერ ფიშერის წასვლის შემდეგ? დიპლომატის პარტნიორი ოპოზიცია პასუხის ნაცვლად დღეს ტრადიციულად მხოლოდ დიპლომატის პოზიციებს იცავდა. თუ სურს ვიღაცას თავი მოითხოვს, რომ ფიშერი იყოს პრობლემა და ეხლა აღარ იქნება ეს პრობლემა გერმანიასთან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში, თავი მოითხოვოს ჩვენს ელჩებს წვუნებათა სიგელებს უნდა გადასცემდნენ დაუყოვნებლივ და 10 თვის ლოდინის შემდეგ. მაგ ელჩი არაფერ შუაში არ არის. ელჩი პეტერ ფიშერია რადიკალიზმის წახალისებაზე ერთ-ერთი პასუხისგებელი ქართული ოცნებისთვის. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ გერმანელი დიპლომატი საკუთარი მისიის განმავლობაში მიზანმიმართულად აზიანებდა ორი ქვეყნის ისტორიულ კავშირს და არღვევდა ვენის კონვენციას, რომელიც სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების წესებს განსაზღვრავს. ელჩმა ფიშერმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები ფაქტობრივად გაუარესებულიყო და გაფუჭებულიყო. ის არაერთხელ გასცა თავის დიპლომატიურ მანდატს და ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ ერეოდა ის ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში. პეტერ ფიშერის წასვლა საქართველოსთან ნიშნავს უკვე ახალი ურთიერთობების დაწყებას გერმანიასთან. გამომდინარე აქედან იმედს ვიტოვებთ, რომ ეხლა იქნება ისეთი ელჩი გერმანიიდან გამოგზავნილი, რომელიც მინიმუმ დიპლომატი იქნება და ეცოდინება რას ნიშნავს დიპლომატია და მიზანი იქნება ის, რომ საქართველოს გერმანია შორის იყოს კარგი ურთიერთობები. ელჩების აკრედიტაციის ღონისძიების შესახებ ინფორმაცია გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამდენიმე დღის წინ თავად გაავრცელა. ჩამონათვალში პირველი იყო ალექსანდრე კარტოზია, რომელიც უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა. საქართველოს პრეზიდენტმა კი დღეს გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ჩინეთის ელჩთან, რა დროსაც პოზიტიურად შეფასდა საქართველოს-ჩინეთის ურთიერთობის დინამიკა და ყოვლის მომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მიღწევა. საუბარი შეეხო იმ პრაქტიკულ შედეგებსაც, რომლებიც ურთიერთობის გაღრმავებას მოყვა. ესენია ორმხრივი უვიზო რეჟიმის ამოქმედება, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა და გაფართოება, სარტყლისა და გზის ინიციატივის ფარგლებში კავშირების გაძლიერება და თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარება.
ტექნოლოგიური გიგანტის Telegram-ის შემქმნელი საქართველოს ბიზნეს გარემოს დამთავრების ეკონომიკურ პოლიტიკას ეხმაურება პაվել დუროვი, რომლის აუდიტორიაც მილიონობით ადამიანს ითვლის წერს, რომ ბიზნესზე ორიენტირებულმა მიდგომებმა ქვეყანა გლობალურ ბიზნეს ჰაბად აქცია. მილიარდერი კონკრეტულ ეკონომიკურ პარამეტრებზე საუბრობს და საერთაშორისო IT სექტორისთვის შეთავაზებულ უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებზე ამახვილებს ყურადღებას. პაվել დუროვი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა, აქცენტს საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და საინვესტიციო კლიმატზე აკეთებს და საკუთარ არგუმენტებს სტატისტიკით ამყარებს, რომლის მიხედვითაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა გაორმაგდა, ხოლო წლიური ეკონომიკური ზრდის ტემპი 8% გახდა, რაც რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. პოსტში ხაზგასმულია, რომ საქართველოში ბიზნესის კეთების პირობები ტექნოლოგიური სექტორისთვის უნიკალურია. ნაწლავური ინფექციები და საკვებით ინტოქსიკაცია და ავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს. რატომ მატულობს ზაფხულის ცხელ დღეებში მოწამლული ადამიანების რაოდენობა და რატომ არის საჭირო ინფექციების პრევენციისთვის პროდუქტების სწორი შენახვა და გამოყენება. მზა საკვები ოთახის ტემპერატურაზე არ უნდა ინახებოდეს 2 საათზე მეტ ხანს. რეკომენდაციები წყლისა და ნედლეულის უსაფრთხოებას და პირად ჰიგიენასაც მოიცავს. საკვებითა და წყლით გადამდები და ავადებების შემთხვევები ზაფხულთან ერთად იმატებს. კლინიკებში მიმართვიანობა განსაკუთრებით ივლისსა და აგვისტოში იზრდება. მედიკოსები ინტოქსიკაციის დამახასიათებელ სიმპტომებზე საუბრობენ და კონკრეტულ რეკომენდაციებს გასცემენ. ხელის ჰიგიენა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ასევე უმარტივესი პრევენციის საშუალება რაც არის, რომ მივაქციოთ ყურადღება პროდუქტებს, რომ ხორცისა და რძის პროდუქტები 1 საათზე მეტი არ იყოს 30 გრადუსზე მეტი ტემპერატურაზე გარეთ დატოვებული. ასევე მოვერიდოთ უკვე გაჭრილი ხილის შეძენას, შესაბამისად შეიძლება იყოს დაბინძურებული სხვადასხვა მიკრობით. ნაწლავური ინფექციის რისკი განსაკუთრებით საყურადღებოა ბავშვებში. რისკ ჯგუფებში შედიან ფეხმძიმეები და 65 წელს გადაცილებული პირები. ბავშვები უფრო სენსიტიურები არიან ნაწლავთა ინფექციების მიმართ და მით უმეტეს წრამდე ასაკის ბავშვი ძალიან საყურადღებოა, იმიტომ რომ წრამდე ასაკის ბავშვი შეიძლება გაუწყლოება ლექსიკოზი გამოვიდეს სულ 9 საათში, 1 საათში, იმდენად რომ ძალიან დამძიმდეს. ამიტომ განსაკუთრებით ჩვენი ბავშვები ნამდვილად დროულად უნდა მიყვანილი იქნას ექიმთან ან შესაბამის დაწესებულებაში. დიარეა, ღებინება, ასევე შეიძლება იყოს ტემპერატურის მატებაც, ინტოქსიკაცია ნიშნები რაც არის იყოს გამოხატული, ძირითადად ამით ხდება ბავშვების ავადობა ზაფხულის პერიოდში. ყოველ წელს ასეა ზაფხულის პერიოდში იმატებს ხოლმე ეს ნაწლავური ინფექციები საკვებით მიერ გამოწვეული მოწამლები და ინტოქსიკაციები. დაავადების გავრცელებას ხელს კურორტებისა და კვების ობიექტების გადატვირთულობაც უწყობს. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან მთავარ რეკომენდაციად ჰიგიენური ნორმების დაცვა და საკვები პროდუქტების მიღებამდე მათი ვარგისიანობის შემოწმება სახელდება. სულ რამდენიმე წესის დაცვა არის საკმარისი იმისთვის, რომ ამ სიამოვნებისგან თავი დავიცვათ და ჯანმრთელად განვლოთ მთელი ზაფხულის პერიოდი. ეს წესებია პროდუქტების სწორი შენახვა, როგორც უმი, ასევე მომზადებული პროდუქციის, შემდგომ სწორი გამოყენება და სწორი მომზადება საკვებად და სუფთა ხელები ნებისმიერ შემთხვევაში. კვებითი ინტოქსიკაციით კლინიკებში მიმართვიანობა ყოველ წელს ფიქსირდება. ექიმები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია სიმპტომების გამოვლენისას პაციენტმა თვითმკურნალობის ნაცვლად სამედიცინო დაწესებულებას მაქსიმალურად მოკლე დროში მიმართოს. თბილისის მთავარი გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო. რუსთაველის გამზირი გუშინ ღამის 12 საათზე გადაიკეტა. მოძრაობა შეიზღუდა ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე, ასევე კოსტავას ქუჩის ნაწილზე. რუსთაველის გამზირზე სრულად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები. მოეწყობა ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა. უკვე მეორე ეტაპზე კი განხორციელდება ისტორიული შენობების ფასადების რეკონსტრუქცია. ქვეყნის მთავარი გამზირის რეაბილიტაცია ნოემბერში უნდა დასრულდეს. ქუჩის სრული დაკეტვა გამომდინარეობდა იქიდან, რომ რეაბილიტაცია მოხდეს რაც შეიძლება დაჩქარებულ ვადაში. გვაქვს სამანქანო მოძრაობის ცვლილება, როგორც იცით, მანქანები ვერ შეძლებენ რუსთაველის გამზირზე მოძრაობას, შესაბამისად მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ გადაადგილდნენ ზემო მთაწმინდის ქუჩებით, ასევე თაბუკაშვილის ქუჩით და მარჯვენა სანაპიროთი. ასევე ცვლილება ეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ვერ შეძლებს მოძრაობას რუსთაველის
გამზირზე შესაბამისად მარშრუტი იცვლება და უკვე ფილარმონიიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას გაგრძელებს გმირთა მოედნის მიმართულებით და მარჯვენა სანაპიროს გავლით გადაადგილდება ბარათაშვილის ქუჩის და თავისუფლების მოედნის მიმართულებით და ასევე პირიქით. მინდა აღვნიშნო, რომ თავისუფლების მოედანი რჩება სამანქანო მოძრაობისთვის ღია. ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი 2026 წლის პირველ ნაკადს მასპინძლობს სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, აქტიური დასვენებისა და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ეროვნული ღირებულებების პოპულარიზაცია. 5დღიანი პროგრამის პირველი მონაწილეები ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ანაკლიის ახალგაზრდულმა ბანაკმა ერთი თვის განმავლობაში 2600-ზე მეტი ახალგაზრდა უნდა მიიღოს. აქ ძალიან კარგი გარემო არის, გამომდინარე იქიდან რომ არის ბევრი ფიზიკური აქტივობები, სპორტული შეჯიბრებები, შემეცნებითი აქტივობები და კულტურული ღონისძიებები. 5დღიანი პროგრამის პირველი მონაწილეები ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი 2026 წლის პირველ ნაკადს განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი ინვენტარით შეხვდა. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ იმყოფები აქ. გირჩევთ მომავალ სტუდენტებს ჩამოვბრძანდეთ და გაატაროთ დაუვიწყარი 5 დღე. აქტიურად ვართ ჩართულები სხვადასხვა ტრენინგებსა და გუნდურ სამუშაოებში. მოგცვა შესაძლებლობა წარმოგოჩინა საკუთარი ლიდერული შესაძლებლობები და გაგვევითარებინა საკუთარი თავის სხვადასხვა მხრივ. სტუდენტების მიღებამდე ახალგაზრდული ბანაკის ბაზაზე ლიდერების მოსამზადებელი ტრენინგი ჩატარდა, რომელშიც 140 ახალგაზრდა მონაწილეობდა. ტრენინგის დამთავრების შემდეგ ისინი საზაფხულო ბანაკებში საქმდებიან. დიდ მადლობას გადავუხდი განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სრული მხარდაჭერისთვის და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხა და ანაკლიის ბანაკის პერსონალს, რომელთა პროფესიონალიზმის და დაუღალავი შრომის შედეგია ის, რომ ანაკლიის ბანაკი ესე წარმატებულად ფუნქციონირებს უკვე მრავალი წელი. სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, აქტიური დასვენებისა და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ეროვნული ღირებულებების პოპულარიზაცია. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს საკუთარ გამოცდილებას, პროფესიულ გზასა და წარმატების ისტორიებს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები გაუზიარებენ. სასიამოვნო შეხვედრა იყო და მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდა არის ჩართული, მოვისმინეთ საინტერესო საუბრები და მადლობა მინდა უთხრა იმ ადამიანებს, ვინც ეს მნიშვნელოვანი პროექტი დააორგანიზებს. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად, რომ ასეთი პროექტი კეთდება, იმიტომ რომ ეს არის ადგილი, სადაც მოდის ახალგაზრდა სტუდენტი და სადაც პოულობს თავის თავს, თავის ფარულ ნიჭებს, თავის შესაძლებლობებს ამჟღავნებს და მიდის ბევრად უფრო ბედნიერი და ბევრად უფრო რეალიზებული ბრუნდება სახლში. მონაწილეებს ეთყობათ უკვე რომ თავარი რაც არის სამშობლოს სიყვარული გააჩნიათ. ყველა არის მიზანმიმართული იმისკენ რომ სამშობლო ასახელოს, სწორი ღირებულებები აქვთ. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს აქ მყოფი ადამიანებიც ამ დღეს და ზოგადად ამ გატარებულ დროსაც წლების მერე ძალიან დადებითი გაიხსენებენ. ბანაკის პირველ სტუმრებს განათლების მინისტრი შეხვდა. გივი მიქანაძემ ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების მიზნით განსახორციელებელ პროექტებზე, უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითად მიმართულებებზე, სტუდენტთა მხარდამჭერ ინიციატივებსა და ახალგაზრდული ბანაკების გაფართოებაზე ისაუბრა. მიმართულება საბანაკე სივრცეების განვითარების არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ახალგაზრდული პოლიტიკისა. ამჟამად მიმდინარეობს შაორის ბანაკის განახლებაზე მუშაობა. პარალელურად ჩვენ ნახულობთ სივრცეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში 5 სრულად ფუნქციონირებადი ბანაკი გვექნება. მიმდინარე წელს ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი 19 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით 11 ნაკადად განხორციელდება და 3000-მდე ახალგაზრდას მიიღებს. ასე იყო დღევანდელი დღე 23 ივლისი და კურიერი 9 საათზე. რამდენიმე წუთში რუსთავიორზე ქართულ მხატვრულ ფილმს იხილავთ. მე კი ამდგი ვასრულებ მუშაობას და ხვამამდე გემშვიდობებით ნახვამდის.